საოცრად გემრიელი კერძის რეცეპტით დაგიბრუნდით ქათმის ფილე კეჩუპის და ტომატის სოუსში. ქათმის ფილე დავჭრათ კუბებად, წამოვადუხოთ ქვაბში და გადავუღვაროთ წყალი. ქვაბში მოვათავსოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ქათმის ფილე, დაფნის ფოთოლი და დაბალ ცეცხლზე კარგად მოვშუშოთ ზეთში. მე ვიყენებ სლობოდას ზეთს. კარგად მოშუშულ ხორცს დავუმატოთ ძალიან გემრიელი სლობოდას კეჩუპი, ტომატ პასტა და წყალი იმდენი, რომ ოდნავ ფარავდეს ხორცს. მოვხარშოთ მზაობამდე. დავუმატოთ გემოვნებით მარილი, წიწაკა, დაბქული მშრალი ნიორი, შეგიძლიათ ნედლიც გამოიყენოთ, წვრილად დაჭრილი ტარხუნა და ქინძი. კერძი გადმოვდგათ ცეცხლიდან და სანამ სუფრასთან მივიტანთ, ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ტარხუნა. მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით.